აჭარის მთავრობის აპარატში სტრუქტურული ოპტიმიზაცია მიმდინარეობს. დროს გადამხებ ჯგუფთან რეგიონის მმართველი განმარტავს, რომ ეს ცვლილებები დუბლირებულმა სამსახურებმა და უფუნქციოდ დარჩენილი თანამშრომლობის არსებობამ განაპირობა. Როგორ აფასებენ ცვლილებებს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები. ნონადი ასამიძე ამბობთ. აჭარის მთავრობის აპარატში საინვესტიციო პოლიტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტები გაუქმდა. საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით გაუქმდა საჯარო სამსახურის ბიუროც და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სახით იურიდიულ დეპარტამენტში გაერთიანდა, რომელსაც დავით გაბაიძე ხელმძღვანელებს. მე მანამდე ვიყავი იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვიყავი კონკურსის წესით დანიშნული, მიღებული უფროსურად და შესაბამისად ეხლა უკვე დავნიშნებ მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით მთავრობის შესახებ კანონის თანახმად. საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობის აპარატში 25 მარტის დადგენილებით განხორციელდა. რესტრუქტურიზაციის შემდეგ უკვე ყოფილი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსი კობეჩხეიძე არჩილ ხაბაძის მრჩეველი გახდა. მე დღეს ვარ მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი და დეპარტამენტის გაუქმება გამოწვეულია იმით, რომ უამრავი ამ შემთხვევაში ჩვენთან არსებული რამოდენიმე რგოლი იყო დუბლირებული სხვადასხვა უწყების, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, იგივე ეკონომიკის სამინისტროსთან. კიდევ ერთი სიახლეა უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელსაც პარმენ ჯალაღონია უხელმძღვანელებს. საკანონმდებლო ორგანოში აცხადება, რომ მთავრობასთან კოორდინირებული და ეფექტური მუშაობისთვის ახალი რგოლი აუცილებელი იყო. საკანონმდებლო პროცესში ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე არის აჭარის მთავრობა, რომელსაც შემოაქვს კანონპროექტები. ამის დახრეწისათვის, ამის დროულად გატარებისათვის, ამაზე ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისათვის ეს იყო ჩვენი თხოვნა, რომელიც გავაჟღერეთ ჯერ კიდე შარშან, თხოვეთ მთავრობას, რომ აი ასეთი ამაზე ეფიქრა, მთავრობა მიფიქრა და მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე ფიქრი და ეს უკვე განხორციელდა, ჩვენ ამას მივესალმებით. მთავრობის თავმჯდომარე ცვლილებებს სტრუქტურის ოპტიმიზაციითა და სუსტი რგოლების გაძლიერების სურვილით ხსნის. იყო თანამშრომლები, რომლებიც ფაქტურად უფუნქციოდ იყო, ჩვენ ისინი გადავანაწილეთ და გაურებული სამსახურებიც იყო, რომელიც გადავანაწილეთ და საინვესტიციო დეპარტამენტს გულისხმობ, რომელიც გადავა ალბათ ეკონომიკის სამინისტროში უფრო ძლიერი გუნდი შეიქმნება, უფრო ახალი კადრებით დაკომპლექტება, რომლებიც იქნებიან პროფესიონალები და მოწოდებული ინვესტიციების მოზიდვაზე. მთავრობის აპარატში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს და საკადრო გადაადგილებებს არასერიოზულს უწოდებენ უმცირესობის წევრები. რობერტ ჩხაიძე ამბობს, რომ ბოლო დროს აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის დადებული ურთიერთობების ფონზე აუცილებელი გახდა მომრიგებელი რგოლის შექმნა, რაც აჭარის მთავრობაში ახალი დეპარტამენტის შექმნის საფუძველი გახდა. საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს აჭარის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს და ხშირ შემთხვევაში მომრიგებლის როლში გამოდის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და რამოდენიმეჯერ იყო შემთხვევა, როცა დაძაბული ურთიერთობა როგორც გაანეიტრალა პრემიერ-მინისტრთან უმაღლესი საბჭოსთან მთავრობის წარმომადგენლების ერთობლივმა დაბარებამ თბილისში. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების უნარობის ბრალი, რომ იქნება ამ ტიპის დეპარტამენტები. ოპტიმიზაციის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციას სახელი შეეცვალა და მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტი ეწოდა. ცვლილებების შემდეგ სამსახურის დატოვება 5 ადამიანს მოუწია. თვის ბოლოს იურიდიულ და ახლად შექმნილ დეპარტამენტში 3 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება.